მშვიდობის, როგორ ახართ? ხალხებო, გუგუებო, ბიჭებო. მე ნორმალურად მეძინება სასტიკად წუხელ ძალზე გვიან დავიძინე. რას ვაკეთებდი და დავიცველოდებოდი, მეგობრის დაბადების დღეზე იყო და თან გიჟევით მუშაობდი. გუშინ მეხუთე ორგანიზაცია დავიმატე, ამ მეხუთე ორგანიზაციას კიდევ ორი პატარა საქმიანობა მოაყოლა დამფუძნებელმა. ნახოთ, როგორ წავა საქმეები. თუ გადმომაბარეს, ხო კაი, ამ თვეში არ იქნება ეგ. იქითა თვეში იქნება. პატარა კაფეა კოლმეურნეობის მოედანზე და ყავა დავისხი რომ იქნებ გამოფხიზლდა, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს. სამუშაო თავზე მაყრია. პლუს ბავშვები ჩამოდიან და სახში არაფერი არ მაქვს, პურიც არ მაქვს. წუხელ 2 საათზე მომშევდა და ნიკოლოძის ილეთს მივმართე და დოშირაკი გავაპატიოსნე ყველით, კარაქით. ყველაფერი ჩავყარე კვერცხი, რაც კი მქონდა და ის ვჭამე და მძინავს ხო ხედავთ. ახლა ყვავილებისთვის დავაყენებ საფუარი და დროჟი, ცოტა თბილ წყალს ვხსნი ხოლმე და ძალიან კარგად აისახება ჩემს ყვავილნაირზე, რომლითაც სავსე მაქვს საძინებელი. გაჩვენოთ ჩემი ყვავილები როგორ ყვავიან? წამოდით. დილას ავდექი უკვე მივდექ მოვდექი, ისინი ჩამოსახსნელია, გარეთ ჩამოსახსნელია, ახალია გასაფენი, რომელიც საქმეს რა დალევს, საქმეს თუ მოიდომებ, შანსი არა რომ გამოილიოს. ანუ ეხლა კარგად რო გავიკეთო სათვალე, ამ ფანჯრებს თავიდან ჩამოვწმენთ. აი, ყველაფერს თავიდან ვიზა. ნახეთ, ბუთქუჩუნები. ეს ნახეთ, როგორი თამამი არის. ეს აპირებს გაყვავილებას აქაც და აქაც პატარებს. მიყვარს, ძალიან მიყვარს ყვავილები. ბეგონია, ეს ძალიან მიყვარს, არ ვიცი რა ქვია. ამ ბალბას ვცდილობ რომ ლამის ლოგინში ჩავიწვინო, ვცდილობ რომ გადავარჩინო. ეს ჩემ ძალმა მომიყვანა, ძალიან პატარა იყო და ვერ ვსდიო და ასე შევზარდე. მაშ ეს არის პირველი ჩემი დავალება დილით. ჩემი ლოგინი უნდა იყოს აი ასე გასწორებული. არც ერთი ნახაზი. თუნუქის ქილების ამბავი ხო მოგეხსენებათ ნიკოლოზა რომ აკროვებს და ეს ღამე ჩემი სათამაშო ამბავია. ესე ვთამაშობ ხოლმე ვერთობით. ღამე ვიღებ ბურთებს. არ ვიცი რატო გადმოიტანა ჩემს ოთახში თავის ბურთები. ხო, ეხლა გვჭირდება ჩვენ კარგი ყავა და გავიხადოთ ეს პიჟამაები და დავერეკოთ ბოსტნეული ხილი. ხორცი რაღაცები მაქვს მაცივარში, მაგრამ ისეთი რაღაცები რომ მშიერი ბავშვები საჭმელს ვერ აიწყობენ. ხო და გასასვლელი ვარ. გუში დავფარე 2 სესხი, კიდე წინ 2 მაქვს. არა, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო. 7 კი არა, მართლა 10 ორგანიზაცია უნდა თუ მექნება საშუალება უნდა ავიღო, რომ დამატებით შემოსავალიც მქონდეს, რომ ნოემბერი ცოტა ისეთი მიჩუმებული თვეა, იმიტომ რომ ყველა დეკემბერს ელოდება საახალწლოდ აკეთებს ყველაფერს და ნოემბრის ბოლოდან ალბათ წამოვა საგიჟეთი. ალბათ კი რა უნდა წამოვიდეს. დღეს არის 11 ნოემბერი, მე 11 თვე და 11-ის 11 წუთზე უნდა დავწერო 11 ოცნება. ოცნება, რომელიც რეალობად ახდენილად უნდა დავწერო. ხო და ველოდები რომ არ გამოიქცეს დრო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაგ დროს დამავიწყდება. წავედი ახლა მე ამას ჩავცეცხლავ. ამას როგორ ყრით ხოლმე თქვენ? მე პარკში ვაგროვებ ხოლმე და სანაგვეს არ ვაკარებ, მაგრამ ხანდახან მავიწყდება ხოლმე და ჩავუძახებ ხოლმე და ცუდად ვიქცევ. ხო. კიდევ რა გითხრათ? დავაყენე დილით ჩემი ჯინჯერი. ძალიან მომწონს ეს რაღაცა. კარგად ხმარობს პლასმასი, არ ვიცი რამდენად და
საკვებად გამოსადეგარია, მაგრამ ისეთი ფასი ქონდა წესით სასარგებლო პლასმასიოზე იყოს. ვერ ვიტან უძილობას, ერთადერთი რაც არ შემიძლია, უძილობაა და სახე მეხება ხოლმე. წავედი, დავადგე გზას. შეველია პიჟამოებს. წამოვედი. რაც სწრაფად გავაკეთებ ჩვენს გასაკეთებელს, მე კიდევ დამჭი. ნახოთ რა სტეკეს. ერკინსეა. ესაყელა რა წამომხტარია ჩემსავით გიჟებით. ძალიან დავიღალე ხალხო და თან ძლიერ გაკვირვებული მოვედი, იმიტომ რომ წავიღე 300 ლარი 50 მედო საფულეში 200 ლარი შევიტანე ანგარიშზე და 160 ლარად ვიყიდე ძალიან ბევრი რა. ვნახოთ ახლა რა შევიძინე 160 ლარად. ორი ნაბიჯი რომ არ არსებობდეს, ალბათ ვერასდროს ვერაფერს ვერ შევიძენდი. არ ვიცი, კატასტროფა ხდება. რა ფასები გაქვს. ესე იგი წვანილები ხახო მე კახელი ვარ და კახური ბორჯომი ეს არის ნეტარება ჩვენთვის. ესენი უნდა დასუფთავდა ეს მოხუცი ხანში შესული ქალები უფრო სწორად რომ ვთქვათ ეს რა კურსი არ მომწონს იქ ძალიან ხლამი მაქვს და ვერასდროს ვერ ამოვქოლე ბაჯიებს რო ეძახიან და ამ დროს არ არიან ბაჯიები ჩვეულებრივ ასევე ბაჯიების პომიდორი და გიჟდები ასეთ პომიდორებზე, აი რომ ილევა და უკვე ფერადია. ესეც უნდა გავრეცხოთ. 2 ცალი. ორი რომელსაც ერთს გავყინავ და ერთს შევინახავ. წითელი ბულგარული მე მიყვარს აი ასეთი პატარები და სულად შევხომდე ძალიან პატარა ვიღე და ვიცინოდი. რა თქმა უნდა ჯინჯერი. მანდარინი. ქაშაყი 2 ცალი ნიკორას არ ქონდა და იმდენი ვიარე ამას ხელთათმანებს ჩავიცვამ და დავასუფთავებ და პირდაპირ ხერხემალს ვაცლი, კანს ვაცლი, ხახვით ძმრით ვანელებ და კონტეინერში ვინახავ და ძალიან მიყვარს. კალმახი რამოდენიმე ნაჭერი ავიღებ, ნახოთ ბიჭები როგორ მიეცნევენ და თავები ვიყიდა, იმიტომ რომ უხაზე ვგიჟდები და ერთი მოხარშვა თავი იქნება, ეს ორაგულია. დიდი. აქ რა ხდება, ნახოთ. საყინულებს უნდა დავალაგო. ბანანი 2 ნაბიჯის. კარტოფილი, ძალიან კარგი კარტოფილი აქვს 2 ნაბიჯს და ლარი და 20 ღერს ვარდისფერი მირჩევნია, მაგრამ ნუ რას ვიტყვი. ხახვი, წითელი მიყვარს, მაგრამ ამოვარჩიე თეთრებიდანაც პატარები და იმეც ვიტოვებ, რომ გაფრჭობლე არ იქნება. კომბოსტო ცოტა ჯორი მომივიდა და მე ვნახე კარგი და ვინანე. ამას ხო ვერასდროს ვერ ვამბობ. ბიუბიუს 1 ცალი, ძვლიანი კერძი, რომელსაც დავამუშავებ და საყინულეში გამოვაცლი ძვალს. ერთჯერად პარკებში ვაფასოვებ ხოლმე ყველაფერს და ისე ვინახავ, იმიტომ რომ შემდგომ მარტივად გამოვიღო ხოლმე.
ბაჯიკუნების ესეთი კარგი კიტრი და 9 წიწაკა 5 ცალი ლარიო უკაცრავად დათამირეკავს უნდა ვუპასუხო ვერ გადმობარგ და ვერ რას ვაკეთებთ სად ვიყავ ფარში ხათმის რომელსაც დავაფასოვებ ამასაც ისე ვერ შევდებ მასში ოპა ხაჭო და ამ ხაჭოს ვერ ვუპოვე სადაწერია თარიღი არ ეძებნება ლიდერ ფუდის პეპერონი არაჟანი მაწონი ყველი რომელიც მრჩებოდა ყველი ვერძე ნიორი ვაშლი ტაფილა ორნაბით შევტანიათ ეს ყველაფრის ზედაპირის სალფეტკები და არ ვიცი რა ღირდა მრავალფუნქციური ზედაპირის საწმენდი ხელსაყოც განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის ნახოთ როგორია ლიმონი ტარხალი და ტყემალი ფიქრობ რომ ნორმალურად გამოვიდა საკმაოზე მეტად წავიდეთ ახლა აქეთ რაც გვინდა რომ გავაკეთოთ თან გაჩვენებთ თან მივალაგებთ და დავასრულოთ ვიღაცამ დამერეკა აქ უბარდიასთან რომ გაგიცანიო და საბუთებს გიკეთებდიო ღმერთი რჯულია ერთი ცალი კედი რაც ვიყიდე ქათმის ფარშები და 2 ცალი ქაშაყი რომელსაც აღარც კანი აქვს აღარც ძვალი და არაფერი არ გადავყარე ყველაფერი შევუგროვე კატებს წავიღებ ეხა და მოვალ რა თქმა უნდა ვაკეთებთ დეზინფექციას იმიტომ რომ სუნები მე არის კოშმარი ჩემთვის ყველს დავეცხავ და მე ჩემი ძმრის ფასი ვნახე დღეს ფიჭიან ძმას რო ხმარობ და ხმარობ 9 ლარს იმიტომ მიყვარს ასე ერთად ამ ყველაფრის მოწესრიგება იმიტომ რომ მე გამოვიღებ არაფერს სუნი არ აქვს დაფასოვებული მაქვს მოწესრიგებული მაქვს და შო ეგარია ღრუბელიც გაყვება ეს არის წმილებს რომ ადევს ხოლმე და ჩემს ნიჟერაში ჩავიდე კარგად გავიხდი ხელთა თმანს რომ კარგად იმოძრო აქ ისევ ქაოსია და მანგრევს ხო და აქ მაგ მე ბალზამიკოს ვადაგასული უკვე ბოთლი ნუშთა აღარ არის და იმისთვის რომ სანამ ვიყიდი აფასიანს მარს
ყვავილების მოსარწყავად. ნაგავში ესეც ბევრი რამ ეწირება ხდება. მაგის პირველ შეეწირება. იდეალურია. ძმარი არ საოცარია. ლიმონი ძმარი. ლიმონი ვერ გავიმეტე, ძალიან ძველი არის. გონი ძმარზე ძველი. ესეც გასარეცხებში წაბრძანდება. და ყველაფერი მოწესრიგებულია. ცელოფნებიაში ვაფასოვებთ. გავაკრძალოთ. ესეც გავრეცხე, იმიტომ რომ გასარეცხს მხოლოდ კომბოსტოს და სტაფილოს ვინახავ ხოლმე მაცივარში. პირდაპირ მაცივარს რო გააღებ, უნდა ჭამო. თვითონ შოა უნდა ამ საფექს. ნახეთ, როგორ დასრულია. პრინცესე წმენდა ყველაფერს საქმე უნდა გადო. ყემის ბოთლები დავრეცხე. წვენის ყველაფერს ვასუთავთ მაცივარში უნდა. ცოტა დემოქს ვიცი, მაგრამ ასე ბედნიერი ვარ. აქ ჩემს ჯინჯერში ჩავამატე ლიმონი. ჩავყენე. ეს ჯინჯერი აქეთ გადმოვიტანოთ, ხილი დავრეცხე. ესე. ამის ადგილი სულად არის. ბროწეული არ იყო. სამწუხარო და ის შნურები ყლავს. ჩემი კივილია. არ არის კარგი მე ფეირის მიხმარია და ვხმარობ სამსახურში და 100-ჯერ მეტად ჯობია ვიდრე ეს არის. დამტვერილი ზედაპირებიდან მოვრჩი, ეხლა მე ამ ვიდეოს აქ დავასრულებ და ყავაზე მეორე ვიდეოს შევმგირდე.